კოსმოსი. ბევრ საიდუმლოს ინახავს და ჩვენი ვიდეოს დღევანდელი გმირიც არ არის გამონაკლისი. ობიექტს, რომელსაც ვერ დავარქმევთ ვერც პლანეტას და ვერც ვარსკვლავს, რადგან რა სამწუხაროდაც არ უნდა ჟღერდეს მან 4.6 მილიარდი წლის მანძილზე ვერ მოასწრო ჩამოყალიბება. მაგრამ მაინც პლანეტად მოვიხსენიებთ. ობიექტი, რომელიც ერთდროულად შეიცავს ვარსკვლავის და პლანეტის ქიმიურ შემადგენელ ნაწილებს და წარმოადგენს ლიდერს მისი ყველაზე დიდი და ძლიერი შტორმებით. ერთ-ერთი შტორმის ზომა თვით დედამიწის ზომასაც კი აღემატება. იუპიტერი მზის სისტემაში სიდიდით პირველ პლანეტად ითვლება, ხოლო მზიდან დაშორების მიხედვით მეხუთე პლანეტა არის. ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვისაუბრე ვენერაზე, რომლის ზედაპირზეც უძლიერესი შტორმები და უდიდესი წნევა არის. რის შედეგადაც შეუძლებელია ვენერაზე ადამიანის და დესანტური კაფსულების დაშვება. თვით ლითონის კაფსულებიც კი მაქსიმუმ 2 საათი ძლებენ ვენერას ზედაპირზე. რაც შეეხება იუპიტერს კი არც ვართ დარწმუნებული იუპიტერის ზედაპირის არსებობაში, რადგან მეცნიერების უმეტესი ნაწილი თვლიან, რომ იუპიტერის ბირთვი შედგება წყლის სისქის მსგავსი შემადგენელი ქიმიური ნაწილაკებისგან და არ გააჩნია არანაირი მყარი ზედაპირი. ახალი ამბები კი ამტკიცებენ სრულიად საპირისპირო მოსაზრებას, რომ იუპიტერის ბირთვი მყარია და შედგება დამტნარი მეტალებისგან და სილიკატებისგან. იუპიტერს ასევე მოიხსენიებენ გაზის გიგანტად, რადგან მისი ატმოსფეროს ფენები შედგება სხვადასხვა ტიპის შესქელებულ ნისლით და ხუთავი აირებით, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. ჩვენ ვიცით დედამიწის დიამეტრი, რომელიც დაახლოებით 12,750 კილომეტრს უდრის. ახლა კი დაუკვირდით იუპიტერის დიამეტრს. დაახლოებით 140,000 კილომეტრი. უფრო რომ წარმოვიდგინოთ, საჭიროა შედარება. თუ დედამიწა იქნებოდა ყურძნის მარცვალი, იუპიტერი იქნებოდა კალათბურთის ბურთი. ითვლება, რომ იუპიტერი 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე, ასევე დასაფიქსირებელია და გასაკვირია ისიც, რომ მზის სისტემის ყველა პლანეტის მასას თუ ავიღებთ, იუპიტერი მაინც 2.5-ჯერ მასიური იქნებოდა ყველა პლანეტაზე ერთად. ასევე სახსენებელია ისიც, რომ იუპიტერი ჩვენი ერთადერთი ვარსკვლავის მზის მასის 0.103 მასას წარმოადგენს. ვსაუბრობდი იუპიტერის მასაზე. სადაც არის მასა, იქვე ახლომახლო დაიარება გრავიტაციაც. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი 318-ჯერ მძიმეა დედამიწაზე, მისი გრავიტაცია მხოლოდ და მხოლოდ 2.5-ჯერ მეტია დედამიწისაზე. იმიტომ, რომ იუპიტერის ზედაპირი მხოლოდ ატმოსფეროსგან შედგება და მყარი ზედაპირის არქონის გამო ნაკლები გრავიტაციის ძალა გააჩნია. შესაძლებელია იუპიტერის ატმოსფეროს ცოტა ღრმა მონაკვეთში მეტი გრავიტაციის ძალას გრძნობდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დედამიწაზე ადამიანის მასა 70 კილოგრამია, იუპიტერის ზედაპირზე ის დაახლოებით 170 კილოგრამი იქნებოდა. რაც არც თუ ისე შეუძლებელია დედამიწისთვისაც კი. იუპიტერი თითქმის მთლიანად წყალბადისგან და ჰელიუმისგან შედგება. დაახლოებით 80% წყალბადი და 15% ჰელიუმი. დანარჩენი 5% კი მეთანისგან, ეთანისგან, ამიაკისგან და აცეტილენისგან შედგება. იუპიტერის სქელი ატმოსფერო, რომელიც თითქმის პლანეტის მთელ მასას წარმოადგენს, მასში დიდი კონცენტრაციით წყლის ორთქლი გვხვდება. იუპიტერი მზის სისტემის ერთ-ერთი მრავალფეროვანი და ჭრელი ობიექტია. მისი ეგრეთ წოდებული ფერთა ჭრილები და განლაგება გვიყვება მათ ტემპერატურებზე. რაც უფრო წითელია ღრუბელი იუპიტერზე, მით უფრო დიდია მისი ტემპერატურაც. რატომ აქვს იუპიტერს შტორმების ასეთი სწორი ჭრილები? ვენერასთან და სხვა პლანეტებთან შედარებით, რომლებსაც გააჩნიათ ატმოსფერო, მაგალითად დედამიწაზე. დედამიწისგან და ვენერასგან განსხვავებით, იუპიტერის შტორმებს არ ხვდებათ წინ არანაირი წინაღობა, მაგალითად თების სახით. როგორც სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, იუპიტერის ქარიშხალი ქარს მიყვება და
წინაღობის უქონლობის გამო აქვს ძალიან ლამაზი და სწორი შტორმების ჭრილები. იუპიტერის დახრა თავის ღერძზე უდრის თითქმის 3 გრადუსს, დედამიწის დაახლოებით 23 გრადუსთან შედარებით. შტორმების სისწორეს ასევე განაპირობებს იუპიტერის ძალიან სწრაფი მოძრაობა თავის ღერძზე, რომლის სისწრაფე დაუკვირდით 45,300 კილომეტრს უდრის საათში და ყველაზე სწრაფია მზის სისტემაში. დედამიწის 1674 კილომეტრ/საათთან შედარებით. გამოთვლებიდან გამომდინარე, იუპიტერზე ერთი დღე უდრის 9 საათს, 55 წუთს და 40 წამს. იუპიტერის სისწრაფეს განაპირობებს მისი შემადგენლობა. ის ხომ მხოლოდ უმეტესად გაზისგან შედგება. იუპიტერის ბრუნვა მზის გარშემო უდრის 13 კილომეტრს წამში, ან 46,800 კილომეტრ/საათში. მისი ორბიტის სიგრძის გამო სრული წრის გასაკეთებლად დაახლოებით ესაჭიროება 12 წელი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ იუპიტერი კი მოძრაობს ერთი შეხედვით მზის გარშემო, მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულია. იუპიტერი ერთადერთი ობიექტია მზის სისტემაში, რომელსაც გააჩნია განსხვავებული ორბიტა მზის გარშემო. მისი უდიდესი მასის გამო იუპიტერმა შექმნა თავისი საკუთარი გრავიტაციული ველი და სხვა პლანეტებთან შედარებით განსხვავებული ბარიცენტრით მოძრაობს. ამიტომ მზის გრავიტაცია განსხვავებულად მოქმედებს მასზე. პლანეტების მოძრაობის დროს მზის გარშემო გრავიტაციის ბარიცენტრი უნდა მდებარეობდეს ვარსკვლავის ცენტრში. მაგრამ იუპიტერის მასამ მზის გრავიტაციული ცენტრი შეცვალა და მდებარეობს მზის ცენტრის მაგივრად ოდნავ მოპირდაპირე მხარეს. გამოდის, რომ იუპიტერი მოძრაობს წერტილის გარშემო, რომელიც მზის წინ მდებარეობს. ყველაზე შოკირებული ფაქტი კი იმაშია, რომ იუპიტერი და მზე იმდენად მასიური ობიექტები არიან, რომ დაახლოებით ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ. უფრო ვრცლად პლანეტების მოძრაობაზე თავიანთი ორბიტების გარშემო ვისაუბრებ ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში. იუპიტერს აქვს ვარსკვლავის ქიმიური შემადგენელი ნაწილები და მზის, თვარის და ვენერას შემდეგ ყველაზე ნათელ ობიექტს წარმოადგენს მზის სისტემაში. ალბათ შეამჩნიეთ, როგორ ჰგავს იუპიტერის ბრუნვის სისწრაფე ღერძზე და თავის ორბიტაზე ერთმანეთს. არსებობს მოსაზრება, რომ მზის სისტემის მყარმა პლანეტებმა მერკურიმ, ვენერამ, დედამიწამ და მარსმა მზის ჩამოყალიბების ბოლო პერიოდში დაიწყეს ფორმირება და გრავიტაციის საშუალებით პატარა ცივი ნაწილაკები მიიწებეს, რაც მზის ჩამოყალიბების ბოლოს დარჩა. გაზური გიგანტები კი, როგორიც არის ჩვენი დღევანდელი ვიდეოს გმირი იუპიტერი, მზესთან ერთად ყალიბდებოდა და უძლიერესი გრავიტაციით იწებებდა მზის მაგვარ ქიმიურ შემადგენელ ნაწილებს. მიუხედავად ამისა, მზემ თავისი მასით და უფრო ძლიერი გრავიტაციით მზის სისტემის გაზურ პლანეტებს აღარ მისცა საშუალება ბოლომდე ჩამოეყალიბებინათ საკუთარი სხეულები და თითქოს ფორმირების პერიოდის იმ დროში გაიჭედნენ 4.6 მილიარდი წლის წინ. მოგვიანებით კი, როცა მზის სისტემის 5 სხეული ბოლომდე ჩამოყალიბდა, მზე, მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი, გაზური პლანეტები ცდილობდნენ უკვე ცივი ნაწილაკების მიწებებას, რისგანაც პლანეტები შედგებიან, მაგრამ მზის სისტემა ბოლო პერიოდში თითქმის გასუფთავებული იყო კოსმოსური ნისლისგან და მცირე ნაწილაკებისგან. იუპიტერმა კი ისე ვერ შეძლო საკმარისი მასის თანთქმა და ჯერ ვარსკვლავად ჩამოყალიბება, შემდეგ კი პლანეტად. მიუხედავად ამისა, მზის სისტემაში მაინც რჩებოდნენ კოსმოსური პატარა სხეულები. ზოგიერთი მზის სისტემის პლანეტების თანამგზავრებად ჩამოყალიბდა, ზოგიერთი ასტეროიდად, მეტეორად და კომეტად. მაგრამ ეს დარჩენილი მასა მაინც არ არის საკმარისი გაზურ გიგანტების ბოლომდე ჩამოყალიბებისთვის, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ ჩვენთვის. ჩვენ ვხედავთ ტელესკოპებიდან ძალიან წყნარ ვითარებას მზის სისტემაში, რადგან დაწვრილებით ვერ ვხედავთ რა ხდება სინამდვილეში. აქამდეც კი მზის სისტემის ყველა სხეულები იღებენ უძლიერეს დარტყმებს ასტეროიდების, მეტეორების და კომეტების სახით. ზოგიერთი უცხო სხეულები მილიარდობით წელი მგზავრობდნენ მზის სისტემაში, ზოგი კი
მზის სისტემის გარე სივრციდან უტევენ ჩვენს უსაყვარლეს პლანეტებს და ჩვენს ერთადერთ ვარსკვლავს. იუპიტერს კი ტყუილად არ ვაცხადებ გმირად, იმიტომ რომ მისი წარმატებული ადგილმდებარეობის გამო დედამიწასთან მისი გრავიტაციით და უდიდესი სხეულით გვიცავს უდიდესი ასტეროიდებისგან და დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ უკვე რამდენჯერმე გადაგვარჩინა უდიდეს თართხმებს. ისმის კითხვა: თუ იუპიტერი არის გაზური გიგანტი და უმეტესად გაზისგან შედგება, რატომ არ გაფანტა მზის ქარმა და რადიაციამ მისი სქელი ატმოსფერო? გავიხსენოთ ვენერა. ვენერას დედამიწის მაგნიტური ველის მხოლოდ 10% გააჩნია, ესე იგი ვერ დაიცავდა თავს მზის ქარისგან. მაგრამ ქარისგან და რადიაციისგან იცავს მისი სქელი ატმოსფერო და მისი ატმოსფეროს სწრაფი ბრუნვა ვენერას გარშემო. იუპიტერი კი გავიხსენოთ, რომ მზიდან დაშორებით მეხუთე პლანეტა არის. ამ მანძილზე უკვე ძალიან სუსტია მზის ქარი და რადიაცია, თან არ დაგვაუწყდეს ისიც, რომ იუპიტერის სისწრაფე ყველაზე დიდია თავის ღერძის გარშემო, ვიდრე სხვა 7 პლანეტას გააჩნია. მისი პერიჰელიუმი დაახლოებით 740 მილიონი კილომეტრია, ხოლო დაფელიუმი დაახლოებით 820 მილიონი კილომეტრი. ადამიანისთვის შეუძლებელია ასეთი რიცხვების წარმოდგენა, მაგრამ კოსმოსისთვის ეს წვეთიც არ არის ზღვაში, რადგან დედამიწიდან იუპიტერი უფრო შორს მდებარეობს ვიდრე მზესთან. ყველაზე შორი მანძილი თითქმის მილიარდი კილომეტრია, უფრო ზუსტად კი 967 მილიონი კილომეტრი. ხოლო ყველაზე ახლო მანძილი დაახლოებით 600 მილიონ კილომეტრს უდრის. მზის ქარისგან და რადიაციისგან იუპიტერს ასევე იცავს უდიდესი და უძლიერესი მაგნიტური ველი, რომელიც სიდიდით დედამიწამდეც კი აღწევს. ასევე იუპიტერის სიდიდე, მაგნიტური ველი და გრავიტაცია ძალიან საინტერესოდ მოქმედებს დანარჩენ სხვა პლანეტებზეც, რომლებზეც ერთ-ერთ შემდეგ ვიდეოში მექნება საუბარი, როდესაც პლანეტების მოძრაობაზე ვისაუბრებ მზის სისტემაში. იუპიტერის მაგნიტური ველი 10 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე დედამიწის. მისი სიძლიერე გამომდინარეობს მისი ბირთვისგან, რომელიც ჯერ საერთოდ არ გვაქვს გამოკვლეული. ასევე მისი მაგნიტური ველი დამოკიდებულია მის ელექტროსტატიკურ ატმოსფეროზე. ატმოსფეროს სწრაფი მოძრაობის გამო მასში წარმოიქმნება ფიზიკური და ქიმიური რეაქციები, რაც უძლიერეს ჭექა-ქუხილებს და ელვებს წარმოქმნის იუპიტერის პოლუსებზე, რომლების სიგრძეც 20 კილომეტრი არის ვერტიკალურად, ხოლო ჰორიზონტალურად 1500 კილომეტრსაც აღწევს. იუპიტერი ძალიან ბევრ ასტეროიდებს და კომეტებს იზღუდავს, ამიტომ მისი ატმოსფერო მდიდარია რკინის პატარა ნაწილაკებითაც, რომლებიც სწრაფი ბრუნვის გამო სხვადასხვა ადგილას ხურდებიან და წარმოქმნიან წითელ ფერს იუპიტერის ზედაპირზე. იუპიტერის შტორმების წითელ ფერს ასევე წარმოქმნიან სხვა ქიმიური ნაწილაკებიც, რომლებზეც ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ. ახლა კი ვისაუბროთ წითელ მრგვალ ლაქაზე, რომლის დიამეტრი 40,000 კილომეტრს წარმოადგენდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ხოლო დღესდღეობით მისი დიამეტრი 14,000 კილომეტრს უდრის დედამიწის დიამეტრის 12,750 კილომეტრთან შედარებით. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დაახლოებით 350 წლის წინ იუპიტერზე ერთ-ერთი შტორმის ჭრილი თავის ტრაექტორიას აცდა და სხვა ჭრილის ხაზში მოხვედრისას შეხვდა უდიდეს წინაღობას, სხვა შტორმის სახით და ადგილზე დააწყებინა ტრიალი. ტრიალის გამო გახურდა მისი ტემპერატურაც და მიიღო წითელი ფერი. ასევე წითელ ლაქას ძალიან აცხელებს იუპიტერის უძლიერესი წნევაც, რომელიც ყველა მხრიდან აწვება წითელ ლაქას და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილს იუპიტერის ზედაპირზე. იუპიტერის შტორმების ისრაფე ძალიან ცვალებადია. პოლუსებზე შტორმების ისრაფე დაახლოებით 1500 კილომეტრს ვითარებს საათში, ეკვატორზე კი 700 კილომეტრ/საათამდე მერყეობს. მინდოდა მესაუბრა ასევე იუპიტერის შტორმების მოძრაობაზე, რომლებიც ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრაობენ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ არის გამოკვლეული და ვერც ჩემს აზრს შემოგთავაზებთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? დაწერეთ კომენტარებში. მიუხედავად იმისა, რომ იუპიტერი ძალიან შორს არის მზისგან, ის ერთ-ერთი ცხელი ობიექტია მზის სისტემაში.
დამტკიცებული ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ იუპიტერი იმაზე მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე ჩვენი ერთადერთი ვარსკვლავისგან იღებს. მისი ქიმიური ნაწილაკების შერწყმის გამო ტემპერატურები იუპიტერის ზედაპირზე დაახლოებით -160 გრადუსია, ხოლო 150 კილომეტრ სიღრმეში დაახლოებით +150 გრადუს უდრის. ატმოსფეროს სიღრმე დაახლოებით 60,000 კილომეტრია, ხოლო ტემპერატურა იუპიტერის ცენტრში 30,000 გრადუსაც აღწევს. ასევე დავასახელებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ასევე ეხება იუპიტერს. სინათლის სიჩქარე დაახლოებით უდრის წამში 300,000 კილომეტრს, ხოლო საათში თითქმის 1,100,000,000 კილომეტრს წარმოადგენს. მზის სინათლის მერკურიმდე მიღწევაში დაახლოებით ესაჭიროება 3 წუთი, ვენერამდე დაახლოებით 6 წუთი, დედამიწამდე 8, მარსამდე დაახლოებით 12, ხოლო იუპიტერამდე წარმოიდგინეთ 45 წუთია საჭირო. ეს არის შუალედური დრო მზიდან პლანეტებამდე, რადგან პლანეტების ორბიტები არ არის იდეალურად მრგვალი მზის გარშემო და მანძილი ხან პატარავდება, ხანაც კი დიდდება.